ყველას დილა მშვიდობისა, ჩემო ძვირფასო მეგობრებო. აბა როგორ ხართ, როგორ ბრძანდებით, როგორი განწყობა გაქვთ, როგორ დაიწყო თქვენი დღევანდელი დღე. დამწერეთ კომენტარებში და თუ გაქვთ ხოლმე ცხოვრებაში იმის დრო, რომ გაჩერდეთ, ნახეთ ახალი ის გავიკეთე. და შეხედოთ, ანუ როგორ ხასიათზე ხართ, როგორ განწყობაზე ხართ, თავს როგორ გრძნობთ. აუცილებლად გითხეთ ხოლმე თავს. როგორ ვარ, როგორ ხასიათზე ვარ, რას ვგრძნობ, რა მინდა. მე დღეს კარგად ვარ. გუშინაც კარგად ვიყავი. გუშინ წინ ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი. ხომ, გუშინ საღამოს გავაკეთეს. ეხლა როგორ მომიბრუნდეს ენა და ჩიზქეიკი როგორ დავუძახო. მაგრამ იმდენად გემრიელია, უშაქროა. ხო და ისეთი გემრიელია, ხალხო ისეთი გემრიელია. თან სულ აქ 250 კკალ აქვს მთლიანს რა და ძალიან კაი რაღაცა არის. ხო და რავი, აი გემრიელად შევჭამე ნახევარი, მერე კიდე შევჭამ და ჩავტკბები, დავტკბები აი ესე და ეს კიდე ის დაუძახე. ცილოვანია, გემრიელია, უშაქროა, ტკბილია, სტევიაკათი გავაკეთე. აი ვიცი, თუ არ გამოვამეთქი, ავდგები და გადავუძახებ თქო რა ფიქრობდი. ადრე გამიცდიდი ხოლმე, რომ აი კალორიებს რომ დაუთვლიდი და გავაკეთებდი, თუ არ გამომივამეთქი, მე არ მომეწონებოდა, მაინც ვჭამდი განვისი და ახლა გადავუძახებ, თუ არ მომეწონა. ერთ-ერთი ხა დღეს რაღაც მაწუხებს. აბდექი, ბონის კაკაშკა გადავაგდე, ხანა ჩავრეცხე ხალხო და არ ჩაირეცხო. წყალი არ მოდის. კი გვაქვს აგროვილი რაღაცა ბოთლებით და რაღაცებით, მაგრამ ვერ ვიტან წყალი რო არ მოდის, პარალიზებული ვარ. ვერაფერს ვერ ვაკეთებ, ვერანაირ საჭმელს, არა და ფილე გამოვიღე, მსოკო მაქვს ნაყიდი, რაღაცა მინდა რომ მოვამზადო და ნერვები მეშლება. ხვალ თამარა ბებიას წლის თავია. როგორ სწრაფად გადის დრო. ჩემი საყვარელი თამარა ბებიასი. რამდენიმე დღის წინ ვიხსენებდი. შარშანდელ ამბებს. და იმას როგორ იმედი მქონდა, რომ გამოვიდა და გადარჩებოდა, კარგად იქნებოდა. ხო და ჩემი პაპა და ბებო ჩემთვის დედა და მამასავით იყვნენ, ანუ ისინი არ იყვნენ ჩემთვის პაპა და ბებო, იყვნენ დედა და მამასავი და კოტი რო შემხვდა მაშინ იმ პატარა ასაკში. ანუ ესეთი ადამიანი როგორც არის, ეგ ძალიან დამეხმარა და ძალიან გადამატანინა ის მაშინდელი გაჭირვება. როცა მიყოლებით გარდამეცვალა ორივე, არ ვიცოდი საერთოდ თუ გადავიტანდი რა მაგას. და მერე ანუ არ მეგონა თუ ვინმეს ასაკიანი ადამიანის სიკვდილი კიდე გულს მატკენ და ეს ყველა ასაკიანი ადამიანი მიყვარს და პატივისცემ, მაგრამ ანუ აი შენი რო გიყვარს ის სხვა არის და ისე კიდე ვერავინ ვერასო შეიყვარებს, როგორც შენსაც უყვარ ხარ, ხო ეგრეა. მაგრამ იმდენად ახლოს იყო მოსული ჩემს გულთან და ისე ძალიან მიყვარდა. და მისგან რა თქმა უნდა, გრძნობდი ამ სიყვარულს, რომ მივხედავდი იმისა, რომ ჩვენ დავშორდით. არასოდეს ჩემზე ცუდი არ ვთქვამს, ყოველთვის დადებითად, ყოველთვის სიყვარულით, ყოველთვის თბილად და რა ვიცი, ესეთი კარგი ადამიანი მით უმეტეს ერთი ასაკში, იმიტომ რომ ძველმა ხალხმა იცის ძალიან ეს რაღაცები, ამოძულებები და რაღაცები და არა, საერთოდ აი, რავი, თუ კი მორწმუნე ადამიანის სახეს მკითხავენ, ვისაც ნამდვილად წამს ღმერთი და არა რაღაცა უბრალოდ პოზებით და ფორმებით, პირველი ადამიანი, რომელიც მახსენდება, ეგ არის თამარა ბებო. ხო და მოკლედ ვიხსენებდი რა რამდენიმე დღის წინ ამ ამბებს რაღაცას და მე დამესიზმრა ღამე.
სადღაც ვიყავით, აღარ მახსოვს სიზმარი. ჩვენთან ერთად იყო. ეგრე მესიზმრებიან ხოლმე ბიბიაჩემი და პაპაჩემი რამდენი წელი გავიდა და მესიზმრება ხოლმე რომ ერთად ვართ რაღაცას ვაკეთებთ რაღაცა. აი რამდენი წელი გავიდა სულ მესიზმრებინ. და უბრალოდ ეს დამესიზმრა პირველად. თამარა ბებო, ანუ ადრეც დამესიზმრა, ოღონდ ადრეც დამესიზმრა რომ ირუსთავში ქუჩაში მიდიოდა და დავინახე, მაგრამ ანუ ეხლა დამესიზმრა რომ აი ერთად ვიყავით და რაღაცებს ვაკეთებთ, ვაპარაკობდით და ეგრე რა. კიდე სხვაებიც იყვნენ. ანუ მაგრამ ჩვენ არ ვიყავით. და ისა ოჯახის წევრები რა. დედაჩემი არა, დედაჩემი ძალიან იშვიათი მესიზმრები. ძალიან ყველა ხოლმე მაგაზე გვი. ალბათ აქ მაგას თავისი მიზეზი. დღეს თემუსამანათი ჩამოვიდა, ხახო 187 ლარიანი თემუსამანათი მაქვს გამოწერილი. ეს როგორც გითხარით, უნდა გამომეწერა ჯერ კიდე ზღვაზე წასვლამდე და იმის მერე ზღვაზე წასვლამდე რომ ვაგროვებდი იმაში კალათში ნივთებს. ეგენია დაგროვილი და გამოწერილი, ანუ 2 თვის ამანათია ფაქტიურად, მაგრამ იმიტომ გამოვიწერე, რომ ეგ ყველაფერი რაც იქ ვიყიდე, მაინც იაფად ვიყიდე და მაგას აქ რო ვიყიდიდი, მჭირდება ყველაფერი, ანუ ზედმეტი არაფერი გამომწერია, რაც ზედმეტი იყო ჩამოვარ და ყველაფერი ამოვყარე კალათიდან და ანუ მაგ ყველაფერს რომ მეყიდა აქ შეიძლება ერთ ჯერზე ყველაფერი ერთად არ მეყიდა, მაგრამ ჯამში მაინც ბევრად უფრო მეც გადავიხდიდი. იმიტომ რომ აქ ბევრად ძვირია ხოლმე და ამიტომ ავდექია გამოვიწერე, მე ისევ დაცხა ხახო. ეხა ეს მაცვია და ხო გძელია და მცხელა უნდა წავიდე რამე მოკლე ჩავიცო. ხო და მოკლედ ეს ამბები. შემოძვირფასე. ძალიან მიყვარხართ და ძალიან მადლიერი ვარ თქვენი. ძალიან კარგები ხართ. თუ ჩემი მე მგონი ჩამიცხდა ხო? ანუ ჩემ ბოლომდე არ გასულა ეს რო გავიდიდე, მაგრამ მე მგონი მიპატარავდება ნელ-ნელა. და აღარ ვიცი გავიკეთო თუ არა, იმიტომ რომ აინახეთ, ხედავთ? აი ან თითქოს აქ მიგროვდება ხოლმე და ძალიან კაი გოგოა და ძალიან კარგად აკეთებს თამუნა, მაგრამ ანუ თამუნა კი არაფერ შუაშია, მე მგონი ჩემი ტუჩი იღებს ეგრე, იმიტომ რომ რამდენჯერაც გავიკეთე, სულ სადღაც ჩამიგროვდა ეს რა. სხვა მაცხო გაიგეთა და იმას ჩვეულებრივად აქ და მე ესე ხო და რა ვფიქრობ შეიძლება აღარც გავიგეთა, მე არ გამიპრობლემდეს და რაღაცა TikTok-ზე ვნახე ზოგს გასაჭრელი გაუხდა და რავი აღარ ვფიქრობ რომ გავიკეთო. ან შეიძლება გავიკეთო, არ ვიცი, ზუსტად არ ვიტყვი ახლა 100%-ით. თამუნას ღაპროად აკეთებს. თამარცინაძე Total Charm-ში. ეგ რო იმის წინ რო არის, რა ქვია? იუსტიციის სახლის. იქ თუ მიხვალთ, უთხარით რომ ჩემგან ხართ და ფასდაკლებას გაიგეთებთ. ქვემოთ არა. აი ზედა ტუჩზე მიგროვდება ესე, აი. აი აქ არის ერთ იმათ ადგილას და აქაც. ხო და ესე ბევრი რო შევიყვანა, მე ძალიან სულ არ იმასქნეს რა. ხო და რავი. ეს გავაკეთე გუში ხალხო. ესე როგორ მომიბრუნდეს ენა და ჩიზკეიკი როგორ დაუძახო, მაგრამ იდეაში დაბალ კალორიული ჩიზკეიკია. არც ცხიმი აქვს. შაქრის შემცვლელი აქვს.
სიტყვა ძალიან ტკბილის მოყვარულებს არ მოეწონებათ. ჩემთვის კაია. სტევი აქ ერთი ჩაის კოლზე. შაქრით უკეთესი იქნებოდა. ჩემში კაია. ვეცნული იოგურტი მოხდება. 350 კაკაო. ცხიმი რო არ მოუსვე. აღარ მოშორდება, ხო, ფიქრობდი. შენივად. აუ, კაია. მინდა და კენკრა მეყიდა და დამემატებია და დამავიწყდა ხახო. სახში მოდი, მე გამახსენდა. ან სახში არა, პარკში ვიყავი, მაგრამ მე რაღაც წავიდოდი. ოკეი. თუ რაღაცა პროდუქტი არ გიყვართ პირდაპირ ისეთ სახით. აი მაგალითად მე ხაჭო არ მიყვარს პირდაპირ. შეიძლება რამე მოვიფიქროთ. აუ, კაია. ვიკავიკეთ გუშინ. ვიცი თავს. მადი არ მომწონს. კარგი დღე ყველას. აი შეიძლება ეხა მინდა გავაკეთო რაღაცა და არ ვიცი რა. იმიტომ რომ იმდენად იდეა მაქვს რომ მართლა არ ვიცი რა. ხოდა მოდი ჯერ დავჭრათ ეს ისა ქათმის ფილე და მერე გამოჩნდება გზა, როგორ უნდა მოვამზადოთ. იმიტომ რომ გუშინჩითი გავიჭერი, ნახე. აი ესე და ესე ჩავიჭერი ხელი. რას ხსნიდი? საღამოს ნაყინს. ხო. ეს ნახო, რატომღაც მე მგონა რომ კილოიანი მქონდა ეს ფილე. ხო და ნახევარ კილოიანი მქონდა. ნო. ესეც დასარეცხილი და ასე რომ იცოქეი აკროთე. აი, ჯერთხლად არ არის ესეთი გამრღვარი. როგორიც უნდა იყოს, იმიტომ რომ დღესდღეობით გამოვიდა და არ დავაცხადე. ანუ ადრე არ გამოვიდა ეს ესე. დავჭრა, სამაგიეროდ უფრო ადრე დავიჭერება. მართლა არ მაქვს წარმოქმნა რა გავაკეთე. იმდენი რაღაცა მინდა ამ სოკოთი და ფილეთი, რომ არ გამოდის ხოლმე საკმარისი.